მოგესალმებით. Ამ კვირაში მაქვს ბოლო ვარჯიში. ვიწყებ ოლიმპიური მოძრაობებით, ვაგრძელებ ფეხით და ვამთავრებ გამძლეობის ტიპის ვარჯიშებით. გული მაგათ უნდა დავხალო დღეს. მანამდე ამ მოძრაობას ვაკეთებ სიმაღლიდან, იმიტომ რომ მეორე ფაზა მიჭირს რა. არ ვიცი რამდენად სწორად ვიქცევი, მაგრამ ესე გადავწყვიტე რატომღაც 40 კილოს ვაკეთებ ჯერ. შეიძლება დავამოციმო, შეიძლება არა. და ანუ ეს ფაზა მიჭირს, სადაც ტრაპეციებს ჩავთავ კარგად და წონას ავიტან. ტრაპეციების ზალი და მე ზემო დავიჭერ კარგად. აი ეგ მომენტი მიჭირს 1000 შემთხვევაში და იდეაში ეგ მომენტი მინდა რომ კარგად დავხვეწო, ამიტომ ვაკეთებ სიმაღლიდან. მიკროფონს ცოტა ხანი გადავდებ და მოძრაობას გავაკეთებ. ამ ვიდეოში ასე მინდა შევაჯამო კვირის განმავლობაში ვარჯიშები როგორ წავიდა, კვება როგორ წავიდა და როგორ მივდივარ ზოგადად რა მწონის მატების ამბავში. ორ შაბათს დავიწყე, დღეს უკვე შაბათია. ყველაფერი კარგად მიდიოდა კვების ამბავში. ძალიან კარგად, იმიტომ რომ მინიმუმ ვცდილობდი 3-ჯერ მეჭამა და კარგ შემთხვევაში 4-ჯერ მეჭამა და ძირითადად 4-ჯერ კვებას ვახერხებდი. კონკრეტულად კალორიაში ჯერ არ გამიწერია, რადგან ამ ორი თვის მატების ფაზაში ჩემი პირლანდელი მიზანი იქნება კვებები არ გამოვტოვო და ყველაფერი და შედარებით დიდი ულუფებს მოუმატე რა, დიდი მოცულობის ულუფებს ჭამ საკვებს. პირველი მნიშვნელოვანი ეს მქონდა რომ ეს გამიკეთებინა რა, იმიტომ რომ აქამდე ან ერთხელ ჭამდი, ან ორჯერ ჭამდი, რავი 3-ზე მე არ ჭამდი და 3-ზე იშვიათად ჭამდი და შესაბამისად ჯერ ეს მინდა გამომესწორებინა. ტკბილებიც აქა-იქ 1-2 რაღაცა მქონდა, ამასაც ჯერჯერობით არ ვზღუდა, რომ მინდა ანუ ეტაპობრივად მივყვე რა. პირველი მიზანი რაც მქონდა შესრულებულია, რომ კვების ამბავი არ დამერღვია და 3-4 არ ჩამეგდო კვება, კარგად ვაკეთებ და ძირითად ულუფებში ცილა და ნახშირწყალი კარგად ყოფილიყო და ამასაც კარგად ვაკეთებ. ხო, ვარჯიშის ამბავში რადგან პირველი კვირა ჯერჯერობით წონებს ტესტავდი, რომ მაქსიმუმი მაგალითად რა შემეძლო ის იკეთება და კარგი წონები წავიდა. ერთადერთი გულში მქონდა ზედატანი პარასკევს ამის ვარჯიშების გადავიყე და რაღაცები კარგად არ წამივიდა, ისე არ წამივიდა როგორც მინდოდა. ანუ დაღლილი ვიყავი რა, მხრის ვარჯიშზე მაგალითად სანამ სამუშაო სეტზე შევიდოდი, უკვე გასახურებელ სეტზე ვგრძნობდი, რომ ხრები დაღლილი მქონდა. ალბათ აღდგენა ვერ მოასწარი და მაგის ბრალი. ნახოთ შემდეგი კვირა როგორ წავა. ხო, კვება კარგად, დანამატები კარგად, არაფერი არ ჩამიგდია და ყველაფერს ვსვავდი პატიოსნად და ვარჯიშის ამბავშიც გუშინდელ წონებს თუ არ ჩავხდი, ცოტა მხარზე რო ვერ წამივიდა და სხვა ვარჯიშები არ მახსოვს, ეხლა ზუსტად ვიდეოში ვნახო. ყველაფერი დანარჩენი კარგად მიცი. ხო, უყურებ ვიდეოების გადაღების ერთი ძალიან კარგი მიზანი არის ის, რომ შენ თავს შეხედო მე გვერდიდან რა, ანუ რამდენად სწორად აკეთებ. ერთი არის რომ რაც გრძნობ როგორ აკეთებ და მეორე არის რეალურად როგორ აკეთებ, იმიტომ რომ მერჯერ მქონია მე შემთხვევა რაღაცა მქონია რომ სწორად ვაკეთებ, მაგრამ მე გვერდიდან რომ შემიხედია ჩემი თავისთვის, ანუ რაღაცები ჩამიკორექტირებია და ჩამისწორებია რა და შესაბამისად ჩემი რჩევა იქნება ვარჯიშების კეთების დროს არ მოგირიდოთ, გადაიღეთ ეს ვარჯიში და შეხედე მე შენ თავს გვერდიდან რამდენად სწორად აკეთებ. ჩემ მოსწავლებსაც ვეუბნები ხოლმე რომ აი გადავიღოთ, შევხედოთ. იმიტომ რომ რასაც გრძნობ რომ ვაკეთებ, შეიძლება რეალურად ისე არ აკეთებდე, უბრალოდ ესე აღიქვა, მაგრამ რეალურად თუ სხვა არ დაკეთებდე რა.
ეხლა ვაკეთებ hip thrusts, დუნდულას ვარჯიშს. ატაცის დავიწყე. მეორე ვარჯიში რომინული ვქენი. ოღონდ ჰანტელებით და ვქენი stiff leg, ანუ შედარებით მუხში ნაკლებად ვიხრებოდი. და ეხლა hip thrust-ი დუნდულას ვარჯიში 120-160 კილო ვნახოთ რამდენი წავა. კარდიო სტილის ვარჯიში მეზარებოდა, მაგრამ
ბოლოს მაინც ფერს ვითრევდი, მაგრამ ბოლოს მაინც გავაკეთე. ეხლა რასაც ვაკეთებდი 3 6 9 12 15 18 21 ეს იაყვები რა ჯერ ბოქსზე გადახდომები მერე სვინგები და მაგის დრო არის მაქსიმუმ 9 და მე დამჭირდათ 11 წუთი ძალისმიერი ვარჯიშები ვაკეთე ატაცები ვაკეთე მერე ფეხის ვარჯიშები ვაკეთე და ანუ რეალურად სანამ ამას გავაკეთებდი დაახლოებით 2 საათი ვარჯიში გავამივიდა რაც ძალიან ბევრია და შესაბამისად დიდი ხანს მაგიტომ მოვუდი ამის გაკეთებას და ანუ შესაძლებელი მაქვს პროგრამა რა არ შეიძლება 2 საათი ნახევარი და 3 საათი გიგრძელდებოდეს ერთი ვარჯიში ну გაიჩნია ვარჯიშებს მაგალითად ფეხის შემთხვევაში ჩაჯდომს რო ვაკეთებ და თვითონ ჩაჯდომის გახურება სამუშაო სეტი იმდენი ხანი მიწევს მარტო ამ ერთ მოძრაობაზე დროის დათმობა რომ ნახევარი საათი და მეტი 40 წუთი და შესაბამისად 1 საათში ჩაეტიო მთლიანად ფეხით ვარჯიში შეუძლებელია. ეგარი ვარჯიში დავასრულე. კვირის ბოლოა. ეხლა სახში მივალ კარგად დავისვენებ, კვირასაც კარგად დავისვენებ და ორშაბათს წესით ჯანზე უნდა ვიყო. თხოვნა მაქვს რომ არხი გამოიწერო თუ გამოწერილი არ აქვს. და ვისაც რაიმე მიზანი გაქვთ ამ მიზნისკენ სწრაფას გეგმოთ დაწერეთ კომენტარები რა შემიძლია დაგიხმაროთ რა ინფორმაცია შემიძლია დაგაწოდოთ და თქვენს გვერდში მიგულეთ ორი მოსწავლე ყვების ამბავში ძალიან მაგრად მომყვება მოტივირებულები არიან კიდე ერთმა და ორმა ადამიანმა სურვილი გამოთქვა რომ ეს ვიდეოები ჩელენჯ სპონსორში რომ დავდე რომ შედეგი რომ დავდო ორ თვეში ხალხი გამომყვა რაღაცა ყვების ამბავში მივეხმარე, ვარჯიშების ამბავში ვეხმარები და თქვენ შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ რაში შემიძლია დაგეხმაროთ და თქვენს გვერდში მივხვდეთ. ეგ წავედი დროებით შემდეგ კვირამდე ეს კვირა კარგად ჩავამთავრეთ.